სასწრაფო სიახლეები ახლო აღმოსავლეთიდან. აშშ-ში ამზადებს არამხოლოდ ახალ თავდასხმას ირანზე. ამ ღამით დონალდ ტრამპმა პირდაპირ და საჯაროდ განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ამზადებენ სპეცრაზმის გადასხმას ხარკის კუნძულზე და ირანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების დასაკავებლად. გარდა ამისა, 2 ღამის დაბომბვის შემდეგ მზადდება ახალი დარტყმების ტალღა, მაგრამ ირანი მაინც არ მიდის დათმობებზე. პირიქით, ახალ მოთხოვნებს უყენებს ვაშინგტონს. ეხლა თეირანი დონალდ ტრამპს თხოვს გამბლოკოს 12 მილიარდი დოლარის ირანული აქტივები, რათა ირანის რეჟიმმა დაიწყოს მოლაპარაკებები. და სწორედ ამ ესკალაციის ფონზე მოულოდნელად გაჩნდა ინფორმაცია, რომ მაისის ბოლოს აშშ-სა და ირანს რეალურად თითქმის უკვე ხელმოწერილი ჰქონდათ ომის დასრულების შეთანხმება. მაგრამ ბოლო მომენტში ტრამპმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა, ხოლო ირანმა უბრალოდ დაიწყო დროის გაწელვა და პარალელურად ახალი ოიომის ფაზისთვის მზადება. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები, მაგრამ სანამ დავითხრებთ, ვთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი, Pechi News-ი. ბული აღწერაში ამ ვიდეოში ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. უკვე ამ გამოშვების ჩაწევის შემდეგ დონალდ ტრამპმა გააუქმა თავისი იერიშები ირანზე. ამიტომ გამოშვების დასაწყისში იქნება მცირე განახლება. შემდეგ კი გადავხედავთ დღევანდელი დღის მთავარ მოვლენებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აუქმებს ირანზე დარტყმებს ხუთშაბათს საღამოს, რომელთა შესახებაც მან რამდენიმე საათით ადრე დაანონსა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, ირანთან შეთანხმების საბოლოო პუნქტები დამტკიცდა. ციტატა: იმის გამო, რომ მოლაპარაკებები ისლამურ რესპუბლიკა ირანთან გადატანილი იყო, ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე და დამტკიცდა. მე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და აფეთქებები ირანზე. განხილვები და საბოლოო პუნქტები დამტკიცდა ყველა დაინტერესებული მხარის მიერ, როგორც კონცეპტუალურ, ასევე დეტალურ დონეზე. გულისხმობს ურთიერთგაგების მემორანდუმს და მომავალ სამშვიდობო შეთანხმებას. გარდა ამისა, მან დაასახელა შეერთებული შტატები, ისრაელი, საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბული ემირატები, კატარი, თურქეთი, პაკისტანი, ბაჰრეინი, ქუეითი, იორდანია და ეგვიპტე, როგორც ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობდნენ დოკუმენტების დამტკიცებაში. ციტატა: სამხედრო საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება ამ შეთანხმების დასრულებამდე. ხელმოწევის დრო და ადგილი მალე გამოცხადდება. ცოტა მოგვიანებით გამოცემა Axios-მა დაამატა ინფორმაცია, რომ ირანმა რამდენიმე ქვეყანას აცნობა, რომ ბოლო მოლაპარაკებების რაუნდის დროს პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. მაგრამ აქ ერთი ნიუანსია. საბოლოო გადაწყვეტილება შეთანხმებაზე ჯერ კიდევ უნდა მიიღოს ირანის უმაღლესმა ლიდერმა მაჯტაბა ხამნეიმ. მეგობრებო, ამ თუთას გირჩევ გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი, Pechi News-ი. მისი ბმული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში, რადგან იქ სიახლეები გამოდის მათი მიღებისთანავე და ყველა განახლება ქვეყნდება წუთი-წუთზე. ეხლა კი გადავდივართ ამ გამოშვების ძირითად ნაწილზე. მაშ 2 თვის ზავის შემდეგ და ირანთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპმა არამხოლოდ გადაწყვიტა ირანზე თავდასხმების განახლება, არამედ ირანის ტერიტორიების დაპყრობითაც იმუქრება. შემდეგ კი ტრამპის ციტატას მოიყვანთ. შეერთებული შტატები ირანს დაარტყამს, რომლის ფლოტილიაც, სამხედრო საჰაერო ძალები, რადარები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და თავდაცვის სხვა ფორმები, ასევე მისი შეტევითი შესაძლებლობების უმეტესობა გარადგურებულია. ძალიან ძლიერი დარტყმა ამ ღამით. ერთ მომენტში უახლოეს მომავალში. ჩვენ ასევე დავიკავებთ ხარკის კუნძულს და ნავთობის ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებს და სრულ კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებს. დაახლოებით ისე, როგორც ვენესუელასთან მოვიქეცით, რაც ბრწყინვალედ მუშაობს როგორც ვენესუელისთვის, ასე ვენესუელისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. და აი შეგახსენებთ, რომ ამერიკის მხრიდან ირანზე თავდასხმის მიზეზი გახდა ამერიკული ვერფრენის ჩამოგდება, მაგრამ კულისებს მიღმა ტრამპი თითქმის 2 კვირის განმავლობაში. მაგრამ ის უფრო და უფრო მეტად იმედგაცრუებული იყო, ელოდა ირანის პასუხს თავის ბოლო შეთავაზებაზე, რომელიც სხვათა შორის დღემდე არ მიუღია. საინტერესოა, რომ თეთრ სახლში აღიარებენ, რომ ირანზე თავდასხმის იდეა იყო ზიანი მიეყენებინათ, მაგრამ ისეთი, რომელიც ახალ ღია ომში არ გადაიზრდებოდა, არამედ ირანს დათმობებზე წასვლას აიძულებდა. აქაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 4 შაბათს მთელი დღე თეირანში ყატარის შუამავლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ცდილობდნენ ირანელები დაეწმუნებინათ. ამ დროს თავად ტრამპმა გამოაცხადა ირანზე ახალი რამის დარტყმების შესახებ. ტრამპმა ირანი დაადანაშაულა იმაში, რომ ის ატყუებს მას,
რაზეც ირანის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ტრამპის მუქარები ძალას კი არა, არამედ სასოწარკვეთილებას აჩვენებს. თუმცა იუწყებიან, რომ პირველი დარტყმები და რამდენიმე საათით ადრე, სამშაბათს, თეთრმა სახმა კიდევ ერთი მცდელობა გააკეთა, რომ ირანელებისგან მიეღო მკაფიო პასუხები დონალდ ტრამპის ბოლო წინადადებაზე, მაგრამ უშედეგოდ. მაშინაც კი კატარის წარმომადგენლება, რომლებიც პირდაპირ თეირანში იყვნენ და ირანელებთან საუბრობდნენ, ვერაფერს მიაღწიეს მათგან. საერთოდ არ ყოფილა პასუხი. თეთრი სახლი პირდაპირ ეუბნებოდა ირანელებს, რომ დრო იწურებოდა, მაგრამ ირანელებმა განაცხადეს, რომ ამ ბლეფს არ უჯერებენ. ანუ ირანელებმა ეს უბრალოდ ბლეფად აღიქვეს, რომ ტრამპი ბლეფობს და მაინც არ დაარტყამს. ამიტომ ტრამპს აღარ დარჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ რეალურად დაესხა თავს. გარდა ამისა, აქსიოსის წყაროებმა განაცხადეს, რომ სამშაბათს, როდესაც ამერიკული გამანადგურებლები უკვე აფრენილები იყვნენ ნიდერლანდებიდან და მიემართებოდნენ იმ წერტილებში, საიდანაც ირანს დაარტყამდნენ, თეთრმა სახმა ამ დროს კიდევ ერთხელ გადასცა ირანელებს შეტყობინება, რომ ახლა დავიწყებ დარტყმებს, მაგრამ მხოლოდ თქვენს სამხედრო ობიექტებზე. ვითომ, დაფიქრდით, სანამ გვიან არ არის. ეს ბოლო გაფრთხილება ირანმა ისე უგულებელყო იგი, მაგრამ შემდეგ უბრალოდ შოკის მონგრელი დეტალები გამოჩნდა. აქსიოსის წყაროებმა თეთრ სახლში განაცხადეს, რამს სრულიად შეეძლო წინასწარი შეთანხმების მიღწევა ირანთან ჯერ კიდევ მაისის ბოლოს, თუ ის დათანხმდებოდა იმ პირობებს, რომლებიც მისმა ავე წარმომადგენლებმა, ვიტკოფმა და კუშნერმა შეათანხმეს. მაგრამ როდესაც ტრამპმა იგრძნო, რომ ირანი დიალოგზე თანახმა იყო, მემორანდუმზე ხელმოწერის ნაცვლად, რომელიც ომს შეაჩერებდა და რეალური მოლაპარაკებები დაიწყებოდა, მან 29 მაისს სიტუაციურ ცენტრში გამართული თათბირის შემდეგ გადაწყვიტა ირანელებისთვის გაეგზავნა მოთხოვნა ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტში ორი შესწორების შეტანაზე, რომელიც ომის შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას ისახავდა მიზნად. ტრამპმა ირანისგან მოითხოვა დაეთანხმებინა ბირთვულ სატყოში გამდიდრებული ურანის შემცველობის შემცირება. კერძოდ, ტრამპმა ირანისგან მოითხოვა 60 დღის განმავლობაში გაენადგურებინა მთელი გამდიდრებული ურანი და დაედო ვალდებულებები, რომ ჰორმუზის სრუტეში გემების გალვაზე საფასური არ აეღო. სამაგიეროდ, ტრამპი მზად იყო დათანხმებოდა იმას, რომ ბირთვული მასალის განადგურება ირანის ტერიტორიაზე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელებულო. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ტრამპი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ურანი ირანიდან უნდა გაეტანათ და არა სადმე სხვაგან, არამედ შეერთებულ შტატებში, ამის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ შუამავლებსა და აშშ-ს განუცხადა, რომ 29 მაისის შემდეგ მას ტრამპის მოთხოვნებზე პასუხის მისაღებად თავის ხელმძღვანელობისგან 4-5 დღე დასჭირდებოდა. ანუ ის ამბობს, რომ მას 4-დან 5 დღემდე სჭირდება, რომ ინფორმაცია აიათოლა ალიამდე მიიტანოს. ყველაფერი განიხილონ და 4-დან 5 დღემდეში ტრამპის ამ შესწორებებზე პასუხი გასცე. მაგრამ გავიდა 5 დღე, შემდეგ 1 კვირა, 2 კვირაც კი, მაგრამ ირანისგან პასუხი მაინც არ იყო. საერთოდ არ იყო არანაირი პასუხი. არც კი თქვეს, რომ ვიფიქრებთ, საერთოდ არაფერი. ეს გადაიზარდა დიპლომატიურ ლოდინის თამაში, რომის დროსაც ტრამპი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული რჩებოდა მედიის ნეგატიური და ზოგჯერ ირონიული გაშუქების გამო. მისი შეუსრულებელი დაპირებების გამო შეთანხმებაზე, ასევე კრიტიკის გამო მკაცრი ხაზის მხარდამჭერების მხრიდან, რომლებიც ადანაშაულებდნენ მას ირანის მიმართ ზედმეტ რბილობაში, ტრამპი გაბრაზდა იმის გამო, რომ მას ღიად დასცინოდნენ. გახსენებთ, ერთ-ერთ გამოშვებაში, როცა ტრამპი ამბობს, შეთანხმება 85%-ით მზად არის. მე ვთქვი, მეგობრებო, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება საერთოდ არ არსებობს. საერთოდ. იმიტომ რომ ასეთი ფრაზა უკვე გაჟღერდა 85%-იანი მზადყოფნის შესახებ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების ფარგლებში იმ წელსაც. და როცა აქ ირანთან დაკავშირებულ სიტუაციაში ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება 85%-ით მზად არის, მაშინ ვთქვი, არანაირი შეთანხმება არ არსებობს. არაფერი არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ არაფერი მზად არ არის. სიტუაციას კიდევ უფრო ანძიმებდა ისიც, რომ ირანელები საჯაროდაც და პირად საუბრებშიც აცხადებდნენ, რომ ისინი წინასწარ ელოდნენ გატყინული აქტივების ნაწილის გამბლოკოს. მიუხედავად ტრამპის დაპირებისა, რომ ეს მხოლოდ გარკვეული ვალდებულებების შესრულების შემდეგ მოხდებოდა, ირანელები ამბობდნენ, არა. გამბლოკეთ ჩვენთვის 12 მილიარდი დოლარი. და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავმართავთ მოლაპარაკებებს. და ირანის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ 12 მილიარდი დოლარის გამბლოკვა ნდობის ტესტია. ისინი ამბობენ, აი თუ ტრამპი გამბლოკავს, ჩვენ ვენდობით მას. ხოლო ეხლა ჯერ არ ვენდობით. მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის. გასულთ როგორ დაიწყო კვირის განმავლობაში დონალდ ტრამპმა რატომღაც ირანის აიათოლა მაჯტაბა ხამენეის ქება? და შემდეგ კიდევ განაცხადა, რომ ირანის დართმა აეროპორტზე ემირატებში ამერიკელების მიერ იყო პროვოცირებული. ეხლა კი შემოგთავაზეთ ძალიან საინტერესო ციტატას აქსიოსიდან.
წყაროების თქმით, ამერიკელმა მოლაპარაკებებმა და რეგიონულმა შუამავლებმა ბოლო 12 დღის განმავლობაში არაერთხელ გააფრთხილეს ირანელები, რომ აუცილებელი იყო პასუხისგაცემა. მანამდე, სანამ გამოჩნდებოდა ეგრეთ წოდებული პროვოკაციული ფაქტორები, რომლებიც მოლაპარაკებებს დააზიანებდა, ან ტაქტიკური ინციდენტი გამოიწვევს სიტუაციის გამწვავებას. გასულ შაბათს არაქჩიმ რეგიონულ შუამავლებს აცნობა, რომ ირანის პასუხი გაუგზავნა უმაღლეს ლიდერს, მაჯტაბე ხამენაის დასამტკიცებლად და იმედოვნებს, რომ კვირისთვის თეთრ სახლს მიაწვდის. მაგრამ როდესაც პასუხი არც კვირას მოვიდა, მეორე დღეს ისრაელმა ბეირუთზე დარტყმა მიაყენა. ირანმა ისრაელის მიმართულებით სარაკეტო ცეცხლი გახსნა, ხოლო ისრაელმა საპასუხოდ თეირანს დაარტყა. ჩვენ ირანელებს უთხარით, რომ მათ დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ისრაელზე თავდასხმა დაიწყეს. რადგან ბიბის შესანიშნავი შესაძლებლობა მისცეს, მოლაპარაკებები ჩაეშალა, განაცხადა რეგიონულმა წყარომ, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ორი რეგიონული წყარო ამტკიცებდა, რომ აშშ-ში და ირანი მართლაც ძალიან ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, სანამ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი გამწვავდებოდა. მაგრამ ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ირანელებს შეეშინდათ, რომ მათი თანხმობა ისრაელის წინაშე კაპიტულაცია დაღიქმებოდა. ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანის ქცევა ასახავს ალი ხამენეის და მისი უმაღლესი სარდლების რწმენას იმაში, რომ მათ უპირატესობა აქვთ. შემდეგ მოხდა ამერიკის არმიის ვერტფრენის ინციდენტი და დონალდ ტრამპის ახალი მუქარები. და ეხლა შესაძლებელია, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სურვილი აიჯულოს ირანი დათმობებზე წავიდეს ძალის გამოყენებით. მართლაც შეცვალოს სიტუაცია, მაგრამ ასევე არსებობს რისკი, რომ ისევ უფსკრულში ჩავარდნენ. აშშ-ს თავს დაესხვება, ხოლო ამერიკის მოწინააღმდეგეები რეგიონში აშშ-ს თავდასხმებს აღარ აღიქვამენ როგორც ირანის აგრესიაზე შესაბამის პასუხს და უფრო მკაფიოდ დაინახავენ ამაში სწორედ აშშ-ს აგრესიას. ჯერჯერობით ირანი არ აჩვენებს, რომ მზად არის რაიმე დათმობაზე წავიდეს. მით უმეტეს, რომ მას ჰქონდა მთელი 2 თვე ზავი, რომელიც თავად ტრამპმა აჩუქა მათ, რათა გადაიარაღებინათ და მომზადებულიყვნენ ომის ახალი ფაზისთვის. აქ დროებით მრავალ წერტილს ვსვამ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი გამოშვება, დაალაიქეთ და კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი და დასკვნები. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას, დროებით.